მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში 23 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა ენერგიები გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანი თასებისათიანი, არკანი ხმლების მეფე, არკანი კვერთხების პაჟი. უპირველეს ყოვლისა აქ ჩანს რაღაც ახალი იდეები, ახალი შთაგონება, შთაბეჭდილებებით ახსოვსი კვირა გექნებათ, თუმცა შეხედეთ მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება თქვენთვის არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ ახვეთ ზედმეტად თქვენს ემოციებს. გასაგები არის ხელოვნება, გასაგები არის ის, რომ ბევრი თქვენგანი შეიძლება იყოს ხელოვანი ადამიანი, ხო? ძალიან გრძნობი არის, სენსიტიური ადამიანი, მაგრამ პერიოდულად საჭირო არის ის, რომ საკუთარ თავს ცოტათი დავაძალოთ კიდევაც, რომ ჩავრთოთ რაციონალური გონება. რა თქმა უნდა, ემოციებსაც თავისი ადგილი აქვს, რაციონალურ აზროვნებასაც თავისი ადგილი აქვს, მაგრამ აქ გასაგებია ემოციებს უნდა აყვეთ თქვენს შთაგონებას, დატკბით ახალი შთაბეჭდილებებით, ახალი ემოციებით, რომლებიც გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ამავდროულად ზედმეტად ნუახვებით განსაკუთრებით იმაში, რაც სხვა ადამიანებს ეხება. მაგალითად, ზედმეტად მიენდობით ახალ ადამიანებს, ხო? თუ დავუშვათ თქვენს რეალობაში ახალი ადამიანი შემოვიდა რაღაც დიდი შთაბეჭდილებებით თქვენზე. კიდევ დავამატოთ არკანები, რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ვნახოთ აბა რა გელოდებათ არკანი ხმლების მეთქი თასების 7-იანი, ხო, აი ილუზიების საშიშროება არის და ძალის შენარჩუნება გიწევთ იმისათვის, რომ ილუზიებში არ გადავარდეთ. ამიტომაც მეგობრებო, ადამიანებს რაც ეხება განსაკუთრებით იქ არ გამოვთოთ არავითარ შემთხვევაში რაციონალური გონება. კი ბატონო, დატკბით ემოციებით, დატკბით არ ვიცი სიყვარულით, ახალი ინტერესით, ახალი ადამიანით, რომელიც სავარაუდოდ ან გამოჩნდება თქვენს რეალობაში, ან უკვე არის თქვენს რეალობაში და ამ ერთი კვირის განმავლობაში რაღაც არ ამგვეყნიურ შთაბეჭდილებას მოახდენს, მაგრამ დაგავიწყდებათ რაციონალური გონება. დაგავიწყდებათ, იმიტომ რომ ანალიზიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის ამ ერთი კვირის განმავლობაში. ასევე ყურადღება მიაქციეთ ახალ იდეებს, იმიტომ რომ აქ ჩანს ახალი იდეები, რომლებიც შეიძლება შემთხვევით დაგეიგნოროთ კონკრეტულ ადამიანზე ან ადამიანებზე კონცენტრაციის გამო, ამიტომაც ამ კუთხით იყავით ყურადღებით. სულ ეს არის მეგობრებო.